გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. ენერგეტიკის სექტორია დღევანდელი წერტილის ფოკუსში. თუ მსხვილი ჰესები არ აშენდება, სულ მეზობელი ქვეყნების იმპორტზე ვიქნებით დამოკიდებული. რამდენიმე თვის წინ BMG-სთან ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია Gross Energy ჯგუფის ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა. სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, რომელიც BMG-მ დღეს დაამუშავა 2025 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 3%-ით 14.9 მილიარდ კილოვატ-საათამდე გაიზარდა. ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოება კი შარშან 3%-ით 13.8 მილიარდ კილოვატ-საათამდე შემცირდა. რა გამოწვევების წინაშეა საქართველოს ენერგეტიკა დღეს, პოტენციალი და როგორია რეალობა. ცალკეული კომპანიების საქმიანობის მაგალითზე საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია Gross Energy ჯგუფის ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა იქნება. წერტილის დღევანდელი სტუმარი, შეგახსენებთ Gross Energy ჯგუფი ბაზარზე 2007 წლიდან არა კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკონსულტაციო მომსახურების გაწევა საძიებო კვლევით და სამშენებლო დარგში, მათ შორის ენერგეტიკაში. კერძოდ Gross Energy ჯგუფის სერვისები ითვალისწინებს როგორც ჰიდრო, ისე ქარის და მზის პროექტების დამუშავებას საწყისი ეტაპიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე. კომპანიის მომსახურებაში შედის როგორც ტექნიკური, ასევე იურიდიული მხარეები, რაც გულისხმობს ნებართვების და ლიცენზირების ეტაპებზე სრულ მომსახურებას. Gross Energy ჯგუფი 1 მილიარდი დოლარის მოცულობის ენერგოპროექტებზე მუშაობს, ამბობდა 2023 წლის გაზაფხულზე ირაკლი ტყებუჩავა ამ სტუდიაში და რა თქმა უნდა მოვიკითხავთ, რამდენად დაწინაურდნენ Gross Energy ჯგუფის პორტფელში შემავალი პროექტები და განვითარების რა ეტაპზე არიან, ანუ რამდენად დასრულდა უძრაობის ხანა ენერგეტიკაში, რომელიც CFD მექანიზმის ამოქმედებას უნდა მოეტანა. ყოველ შემთხვევაში სექტორში ასეთი იყო მოლოდინები. მოკლედ სასაუბრო თემა ბევრია და საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია Gross Energy ჯგუფის ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავაც უკვე შემოგვიერთდა სტუდიაში. საღამოშტობის ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ვიდრე დეტალურად ვისაუბრებთ Gross Energy ჯგუფის პროექტებზე და როგორი იყო თქვენთვის გასული წელი, ძალიან მოკლედ მინდა გთხოვოთ 2025 წლის საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბალანსის შეფასება. მოხმარება მხოლოდ 3%-ით გაიზარდა შარშან, თურმე ელექტროენერგიის გამომუშავება, ანუ ადგილობრივი წარმოება კი 3%-ით შემცირდა. რას გვიყვებიან ეს რიცხვები? ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სტატისტიკურად ქვეყანა არის იმპორტზე დამოკიდებული და ზრდა გვაქვს მოხმარების, ხოლო მიწოდების კუთხით, გენერაციის კუთხით ისეთი რაოდენობის მიწოდება არ ხდება, რაც მოხმარებას თქვათ დააკმაყოფილებს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ გაზით სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ეს არის ფაქტიურად იმპორტზე დიახ და დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე და ეს რიცხვები რო გავანალიზოთ, დაახლოებით 30%-მდე უკვე იმპორტზე ვართ დამოკიდებული და ეს რაც რო გადის, უფრო იზრდება ნაცვლად იმისა, რომ მცირდებოდეს და აჭარბებდეს თქვათ გენერაცია მოხმარებას. რა სიგნალი უნდა იყოს ეს სახელმწიფოსთვის, ენერგეტიკის პოლიტიკის განსაზღვრულებისთვის და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა, როგორ უნდა მიყვებოდეს ამას სექტორი კიდევ ერთხელ ახსნით. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ენერგეტიკის დარგი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის და სტრატეგიული დარგი და ერთ-ერთი საექსპორტო პოტენციალი. პლუს ამას ეკონომიკა და ენერგეტიკა ერთმანეთთან პარალელურად უნდა ვითარდებოდეს. ენერგეტიკის მიწოდება და გენერაცია უფრო უნდა ასწრებდეს ტემპით ეკონომიკის ზრდის ტემპს და ბოლო პერიოდში ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მიწოდების ნაწილში კი ჩამორჩებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გასათვალისწინებელია გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჩვენი ქვეყნის და მეზობელი ქვეყნების ინტერესები. თუ გვინდა რომ ვიყოთ ენერგო დამოუკიდებელი და უსაფრთხო, ასევე ენერგო მიმართულებით და კონდეს საკუთარი გენერაცია, ასევე საექსპორტო პროდუქტი, ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ ამ დარგს, რომ განვითარდეს. კი ბატონო, როგორ უნდა შევუწყოთ ხელი, ამაზეც რა თქმა უნდა ვისაუბრებთ, თუმცა აქვე ჩაგეკითხებით, როგორც ვიცი, გარკვეულწილად აზრი ორად იყოფა. თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გასაგებია, რომ პირდაპირ იმპორტი არ არის, მაგრამ ვყიდულობთ გაზს და თბოსადგურები შემდეგ გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას. აი გასაგებია რომ თქვენ ახლა ჰიდრო სექტორში ხართ და ასე უყურებთ ამ თემას, მაგრამ რამდენად არგუმენტირებულია იგივე ელექტროენერგიის იმპორტით დაკავებული ბიზნესებისთვის, კომპანიების წარმომადგენლების, ასე ვთქვათ, პოზიციები, რომ ეს არის ქართული ელექტროენერგია, რადგან აქ იწარმოება, თუ ცოტა
თვალის თუ თავის მოტყუებას გავს გარკვეულწილად? პირდაპირ იმპორტი არის ელექტროენერგიის, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა არ აწარმოებს ბუნებრივ აირს და შესაბამისად არც დიდი რეზერვები გვაქვს ამ მიმართულებით, დღევანდელი მდგომარეობით სრული იმპორტი ხორციელდება ბუნებრივ აირის და შემდგომ მისი გარდაქმნა ელექტროენერგიად და ის ფაქტობრივად იგივე რაც ელექტროენერგიის იმპორტი. აქედან გამომდინარე, ეს ერთი მაშინ უნდა განვიხილოთ ერთ ჯამური ცხვად და აღვიქვათ. კი ბატონო. სხვათა შორის, რადგან გენერაციის ახალი ობიექტები ახსენეთ და სიმძლავრეები, ამ ეთერშიც ვიტყვი, წინა კვირას მაია მელიქიძე იყო წერტილის სტუმარი და მასაც ვკითხე, თუ ვიცით ჯერჯერობით, თუ გვაქვს ინფორმაცია, შარშან რამდენი ჰიდრო, მზის თუ ქარის სადგური შევიდა ახალი ექსპლუატაციაში და ჯამურად რა სიმძლავრე შეემატა ელექტროსისტემას, როგორც ვიცი, კერძო სექტორს არ აქვს ჯერ ეს მონაცემი, იმედია ეკონომიკის სამინისტრო დააკმაყოფილებს ჩვენს ინტერესს, იმიტომ რომ 2025 არც ისე 24 არც ისე კარგი იყო ამ მიმართულებით სულ რაღაც 4 მცირე და საშუალო ზომის ჰესი ამუშავდა. ვისაუბროთ Gross Energy ჯგუფისთვის როგორი იყო 2025 წელი, საკმაოდ მრავალფეროვანი სერვისი გაქვთ. ისევ ამოვალ ჩემი კითხვა იქიდან გამომდინარეც არის რომ ისევ და ისევ სახელმწიფო სტრუქტურები ნაკლებად გვეთანამშრომლებიან და არ ვიცით ხოლმე რაღაც კარგი ტენდენცია ენერგეტიკაზე თუ უბრალოდ ლამაზად ვსაუბრობთ ამ სექტორზე და მის მნიშვნელობას უსვამთ ხაზს. თქვენ როგორ ზომავთ და როგორი იყო თქვენთვის შარშანდელი წელი? შარშანდელი წელი ძალიან კარგად დაიწყო, ვინაიდან თებერვლის თვეში დასრულდა CFD-ის მესამე ეტაპი და ძალიან დიდი იყო ინტერესი ამ მიმართულებით ყველა ჰიდრო ქარი და მზის პროექტების კუთხით ზოგადად ენერგეტიკის მიმართულებით ძალიან დიდია ინტერესი ინვესტორების მხრიდან შესაბამისად გარკვეული პერიოდის მერე უკვე შეჩერდა ამ პროექტების წარმოებაში ცვლილობა, იმიტომ რომ მოხდა გარკვეული ცვლილებები სახელმწიფო სტრუქტურაში და უკვე წელი დასრულდა იმ მესიჯით და ინფორმაციით, რომ ინვესტორებს, ვინც ვერ ასრულებდა თავის ვალდებულებებს და გააჩნდათ გარკვეული ვალდებულებები, ეს მილიარდი ლარის ღირებულება შეერთიან. დიახ, მოხდება მათი გარკვეული დათქმით, ესე ვთქვათ, ჩამოწერა, რაც ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილება არის და ვფიქრობ, რომ ხელს შეუწყობს მომავალში პროექტების განვითარებას. რაც შეეხება უშუალოდ კომპანიის კუთხით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვაპირებთ გარკვეული პროექტების უშუალოდ ჩვენს მიერ განხორციელდეს და უკვე განახორციელეთ 1.4 მეგავატიან ტაშკარხელში ინვესტიცია, რომელიც წელს გაიშვება. აგრეგატები გვაქვს შეკვეთილი და გზაშია. გარდა ამისა, ეს არის მცირე ჰესი, რომელსაც თქვენ აშენებთ. დიახ. აჭარაში თუ ბორჯომში და აჭარაში. მუნიციპალიტეტში, ხოლო აჭარაში ველოდებით მთავრობის განკარგულებას, რომ გადავიდეთ მშენებლობის ეტაპზე და იქ სკურდიდი ჰესი 1 და სკურდიდი 3 ჰეს 1 მეგავატიანი, მეორე 1.5 მეგავატიანს დავიწყებთ მშენებლობას. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, ასე რომ ამ ხრივ უკვე წინ გვაქვს და ძალიან კარგი. ჯამურად დაახლოებით რა ინვესტიციებზე საუბარია? ამ სამ პროექტს რომ შევაჯამოთ 10 მილიონ დოლარს წდება. გარდა ამისა, უშუალოდ როგორც ვახსენე, 2023-ში იყო ეს ინტერვიუ, დაახლოებით მილიარდს წდება ის პროექტების ჯამური საინვესტიციო თანხა, რაც მომართვიანობა, ესე ვთქვათ, ჩვენს კომპანიას და სახელმწიფოს მიმართ ჩვენს კლიენტებს გააჩნდა. აი, მაგ სერვისებზეც აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ იქამდე მეც მქონდა მონიშნული Gross Energy ჯგუფი მცირე ჰესების მშენებლობას იწყებს 2023-ში იყო ეს და 2022-ში უფრო სწორედ გითხარით 23-ში უკვე მშენებლობის დაწყებას ელოდით და ნებართვებს. 2026 წელია და ახლა რომ მეუბნებით, რომ აი განკარგულებას ველოდებითო ვინ აგვიანებს? ანუ თქვენ ვერ მუშაობთ სექტორი ზოგადად, ეს ხომ მარტო თქვენი პრობლემა არ არის კერძო სექტორში, ყველაზე ხშირად გვესმის ეს გამოწვევა, რომ ბიუროკრატია რთულად გაიცემა სამშენებლო ნებართვები და სად არის სიმართლე? ტებში ვერ მოყვება სახელმწიფო ხშირად იცვლება თამაშის წესები თუ კერძო სექტორი ვერ არის საკადრო? კომპლექსურია
ჩვენ პროექტს რო შევეხოთ მარტო 1 წელი იყო გაჩერებული იმ ხრივ, რომ სისტემური რეგისტრაცია მიდოდა მიწების და საჯარო რეესტრმა ქონების სააგენტომ წელი გამოგზავნა, რომ სანამ არ აღურიცხავთ ამ მიწებს, ესე ვთქვათ, ვერ გავცემდნენ პასუხს. ანუ 1 წელი ეს ლოგიკური პასუხი არის, ანუ არ შეიძლება ასე დროს თუ ინვესტორი არის, თუ მზად არის ინვესტიციისთვის, თუ სხვა პრობლემა არ არის და პროექტი გამართულია, ეს ბიუროკრატიული ნაწილი უფრო სწრაფად გაკეთდეს და 3 წელი არ დავედინო ხოლმე. ეს საკითხი ზოგადად ქვეყნის მასშტაბით არ იყო აქამდე მოგვარებული და კარგია რომ პროცესი მიმდინარეობს და ფაქტურად დასასრულისკენ არის, იმიტომ რომ ნამდვილად ჯერ კიდევ აი სულ პირველი ნაბეღლავი ჰესი ავაშენეთ და მაშინაც ავაშენეთ და მერე გამოჩნდა პიროვნება, ვინც შევარდნის დროინდელი დოკუმენტი დიახ და მოგვიწია დიახ მასთან მორიგებაზე, ესე ვთქვათ, შეთანხმება არსებობს ეს, იმიტომ რომ ეს ძველი დოკუმენტაცია არ არის ყველა გაციფრული, ვთქვათ, ყველას არ აქვს მიმართული საჯარო რეესტრზე და დარეგისტრირებული. აქედან გამომდინარე ეს საკითხი ზოგადად არსებობს, პრობლემატურია, თუმცა უკვე დროთა განმავლობაში ეს საჯარო გაცხადა, ვისაც რა საბუთი ქონდა წარედგინა უნდა, შესაბამისად ეს პრობლემა ფაქტურად მოგვარებულია და გვარდება. თუმცა კიდევ არის სხვა მმართველთა მოსახლეობის საკითხი, მოსახლეობის განწყობა დიახ და მათი დიახ კარგია რომ ბოლო პერიოდში აცნობიერებს მოსახლეობა რომ საჭირო არის ამ დარგის განვითარება. თუმცა გარკვეულ წილს ესე ვთქვათ აქვს პირადი ინტერესები და ამ ესე მდგომარეობას იყენებს პირადი სარგებლის მიღების კუთხით და ხელს უშლის ვინაიდან არ არის არანაირი ნორმატივი, ვთქვათ, კანონი, რომელიც ვთქვათ ხელს დაიცავს ინვესტორს და ან განსაზღვრავს კონკრეტულ ვთქვათ სოციალურ ბიუჯეტს, რაღაც ინვესტიციის რაღაც პროცენტი ვთქვათ, რომ მოსახლესთან და ადგილობრივ მაცხოვრებელთან ინვესტორი არ იყოს დარჩენილი, ესე ვთქვათ, მარტო და ვაჭრობის იმაზე გადასული ურთიერთობის მოგვარება. სახელმწიფო სად არის ამ დროს? იმიტომ რომ ეს არ არის ახალი პრობლემა, ხო? დიახ. ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივებიც არის და მუშაობს სახელმწიფო და პარლამენტი თვალწინები. განახლებადი ენერგიების ასოციაციის კანონპროექტს, გრედას კანონპროექტს გულისხმობთ, ხო? ამ კანონპროექტსაც არ კარგია თუ კანონის სახე საკანონმდებლოა. დიახ, მიიღებს ვინაიდან განსაზღვრავს იმ წესებს და მოსახლეობაც უკვე იქნება, ესე ვთქვათ, იმ ჩარჩოში და იმ პირობებში, რასაც კანონი განსაზღვრავს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი. ასევე როგორც ვიცი, გარკვეული სტრუქტურები იქნებიან ჩართული, ან არიან ჩართული, რომელიც იმ შემთხვევაში თუ უმიზეზო, ვთქვათ, არა რეალურ პრობლემატიკას წარმოქმნის ადგილობრივი, რომ მოხდეს მისი შესწავლა და სხვადასხვა ინსტანციებზე მხარდაჭერა. ამაში თქვენ გულისხმობთ იმ პოლიტიკური განცხადებებს, რომელსაც პერიოდულად ირაკლი კობახიძე მათ შორის აკეთებს, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია და არ დავუშვებთ, რომ ხელოვნური მიზეზით რომელიმე პროექტი შეჩერდეს, თუ უფრო ისეთ სამუშაო დონეზეც გაქვთ კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან. ამ ტიპის ასევე როგორც ვიცი ადგილობრივი მმართველობა არის მთავრობა ჩართული ამ კუთხით და ინფრასტრუქტურის სამინისტროც, რომელიც გაუწევს მომავალში ამ საკითხის მოგვარებას. კი ბატონო, ძალიან კარგია თუ ასე არის, თუმცა სამწუხაროდ ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ძალიან იშვიათად ვხედავ მშენებარე ქარის მზის თუ ჰიდროსადგურებთან ეკონომიკის მინისტრს თუ მოადგილეებს, რომ რეალურად ვნახოთ რამდენად აქტიური არის ენერგეტიკის სექტორი, ან რა ეტაპზე არის გადასული გარკვეული პროექტები. 1 მილიარდი ჯარიმების ჩამოწერაზეც მინდა გკითხოთ, როგორც ვიცი, ჯერჯერობით კომპანიებს არ აქვთ ინფორმაცია, ვის როგორ შეეხება. რაიმე დამატებით ინფორმაცია თქვენს ხომ არ გაქვთ? პერიოდში ველოდებით, დიახ, რომ გაგვაცნონ ეს პირობა, როგორ იქნება იურიდიულად
აღქმული და ზოგადი არის ჯერჯერობით და უახლოეს პერიოდში ველოდებით ამ გადაწყვეტილებას და კი ბატონო. თქვენი პორტფელიდან გამომდინარე, თქვენი კლიენტების პროექტებიდან გამომდინარე, რადგან ახსენეთ, რომ ეს იქნება ძალიან კარგია მილიარდიანი ჯარიმების ჩამოწერა, მინდა უფრო კონკრეტულად მომიყვეთ აი, როდესაც CFD აუქციონზე ბოლო წლების განმავლობაში იმარჯვებდნენ კომპანიები და მე მოდიოდნენ თქვენთან სხვადასხვა სერვისის მისაღებად, ხო? ეს იქნებოდა კვლევები, ალბათ გიკვეთავდნენ, ხო? აი, სად ჩერდებოდა და რატომ ჩერდებოდა, აი, რატომ დაუგროვდა კომპანიებს აი ეს ჯარიმები? არც ვიცით რამდენს და რამდენ პროექტზეა ჯამურად საუბარი, მაგრამ მილიარდი საიდან გაჩნდა? აქ არ უნდა ვიხელმძღვანელოთ CFD აუქციონის ეტაპით, იმიტომ რომ ფაქტიურად CFD-ის გამარჯვებული ორგანიზაციებს ჯერჯერობით ხელშეკრულებები არ გაფორმებიათ. პირველ და მეორე ეტაპზე. პირველ და მეორეს დიახ. პირველ და მეორეს ბოლო ეტაპი, სადაც დიახ, ძალიან დიდი ინტერესი იყო და მიმართვიანობა. რაც შეეხება პირველი და მეორეს და ასევე მანამდე გაცემულ მემორანდუმებზე, როდესაც იყო 6 ცენტიანი, ესე ვთქვათ, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება, ეგრეთ წოდებული PPA. დიახ, ეგრეთ წოდებული PPA. აი ამ პროექტებს ჰქონდათ სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ტიპის პრობლემები, სუბიექტური თუ ობიექტური მნიშვნელობა არ აქვს და აი ეს ვალდებულებები და ეს ჯარიმები მოყვებათ ამ პროექტებს. რა გარანტია არის, რომ ამ ჯარიმების ჩამოწერა ამ პროექტებს გააცოცხლებს? ან რატო დაუგროვდათ? ჩემი კითხვა ეს არის, აი შეიძლება ძალიან შიდა სამზარეულოა, მაგრამ ამნისტიას უნდა ჰქონდეს ეფექტი და არა სექტორი მიეჩვიოს, რომ დავაგროვებ ჯარიმებს, არ შევასრულებ ვალდებულებებს, ქაღალდზე მექნება რაღაც დარეზერვებული გარკვეული პოტენციური ჰესის მზის თუ ქარისადგურის განვითარების რაღაც დოკუმენტი, მაგრამ არ დავიწყებ მშენებლობას გადაყიდით. გეთანხმებით, ამიტომ აუცილებელია რომ გამკაცდეს კონტროლი, ეს იქნება ტექნიკური კუთხით თუ იურიდიული კუთხით, რომ ინვესტორი ნამდვილად ასრულებს თავის ვალდებულებას. ასრულებს იმ კვლევებს, თქვათ, მიმართავს და იურიდიული კუთხით, თქვათ, იღებს იმ ნებართვებს, რაც საჭიროა პროექტისთვის. ამის გარეშე, რა თქმა უნდა, მივიღებთ ისევ მეორე ანალოგიურ მდგომარეობას. რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერი ინვესტორებიც ბევრი არიან და ბევრი ანვითარებს, მათ შორის ჩვენც არაფერს ხელი არ შეუშლია და ვანვითარებთ ჩვენს დაწყებულ პროექტებს. მართალია უფრო სწრაფი ტემპით შეიძლებოდა განვითარება, მაგრამ ანუ ხელი შემშლელი ამ კუთხით არ იყო და არც არსებობს, მაგრამ გეთანხმებით არსებობს ისეთი ინვესტორებიც, რომელიც თქვათ, რაღაც კარგი ადგილი შეარჩია, თქვათ და გადაყიდვის მიზნით ცდილობს, რომ დაიკავოს და მე მოძებნოს ინვესტორი და რეალურად ვერ ახორციელებს პროექტს. აი ამ ტიპის პრობლემის გადაჭრა არის კარგი კონტროლი, კაცრი და კარგი კონტროლი. რა შეიძლება იყოს აი კარგი კონტროლის ქვეშ რა გულისხმობთ? რა შეიძლება იყოს ჩამკეტი მსგავსი ქაღალდის ინვესტორების არ დაგროვების, ასე ვთქვათ? მემორანდუმის მიხედვით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რომელიც უნდა ინვესტორმა მოამზადოს, ის უნდა შემოწმდეს როგორც ხარისხობრივად დოკუმენტი, ასევე მასალა, რაც ამ კვლევის ეტაპზე განხორციელდა და ასევე უნდა მოხდეს შემდგომი სანებართო, ესე ვთქვათ, ეტაპების კონტროლი და ისიც შემოწმეს იურიდიული ჭრილში, რომ მიმართა დროულად, რა პასუხი მიიღო, თქვათ და ასე შემდეგ. სწორია, რომ ესე ვთქვათ, გადაუვადა რაღაც მიზეზია სახელმწიფო, მიზეზია სახელმწიფო რომელიმე სტრუქტურის თუ ადგილობრივი მოსახლის თუ სხვა, იმიტომ რომ არსებობს ზოგიერთი პროექტებისთვის ისეთი პრობლემები, რომელიც ვერ ყოველდღიურ რეალობაში ვერ შეხვდებით და ნამდვილად გამონაკლისს და ვერც თქვათ მოიფიქრებდა, რომ ეს პრობლემა შეიძლება შექმნოდა. რა არის ასეთი პრობლემები? არსებობს მაგალითად აი რაც ისეთ ტერიტორიაზე თქვათ განხორციელება, რომელიც არ იყო თავიდან ცნობილი, რომ თქვათ რა სტრატეგიული ობიექტი იყო, თქვათ ამ ტერიტორიაზე და პროექტის განვითარება მე განისაზღვრა, დიახ, ამ ტერიტორიის მნიშვნელობა დაუშვათ, სადაც უნდა განხორციელდეს, რა ვიცი, ესა თუ ის ენერგეტიკული ობიექტი.
გულისხმობ და ეს ამის შესახებ არ იცოდა ინვესტორმა, პროექტის ავტორმა და ამან შეაფერხა მსგავს პრობლემებს გულისხმობთ. გასაგებია ვნახოთ, იმედია ეს პირობები მალე გახდება ცნობილი და უფრო გავიგებთ ვის როგორ რა დათქმით ჩამოეწერებათ მილიარდიანი ჯარიმები. მილიარდი არის ჩვენი პორტფელიო ჯამურადო, ახლაც ახსენეთ ამ ინტერვიუში გროს ენერჯი ჯგუფის. შეგიძლიათ გარკვეულწილად დავახარისხოთ, თქვათ, ჰიდროს რა წილი აქვს, მზეს, ქარს, რა სერვისებზეა განსაკუთრებით მოთხოვნა და აი მშენებარე ჰესები განსაკუთრებით გწყურია ამ ქვეყანაში ნახვაც, გადაღებაც და რა წილი აქვს თმათ? ჩვენს პორტფელიოში ძირითადად ჰიდროს უჭირავს დაახლოებით 80%-მდე ჰიდრო მიმართულება გვაქვს აღებული და რა თქმა უნდა ბოლო პერიოდში მომართვიანობა მზის პროექტებზე და ქარის პროექტებზეც გაიზარდა და ტარიფის გამოც ალბათ ხო როგორც იცი ერთ-ერთი დიახ ტარიფის გამო მშენებლობის და ნაკლები რისკების გამო სხვადასხვა როგორც მშენებლობის ასევე პროექტირების და ფინანსური კუთხითაც უფრო რისკი და შემოსავლიანობა ერთმანეთთან თანაფარდობით უფრო ნაკლები აქვს ვიდრე თქვათ დიახ ჰიდროს მიმართულებას. აი 20%-ის ფარგლებში იქნება მზე და ქარი. ასე უფრო მზე. და ეს 80% ჰიდროს ძირითადად აი ჯამურად რა სიმძლავრეზეა საუბარი, რა ეტაპზე არიან ეს პროექტები აი უმეტესწილად ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება დასრულებული არის. პროექტები არის როგორც ნეტო აღრიცხვიდან დაწყებული 0.5 მეგავატამდე, ესე ვთქვათ, 160 200 მეგავატამდე სხვადასხვა კასკადის. აქედან გამომდინარე, აი ყველა მოდინებაზე, რეზერვუარიდან ყველა ტიპის პროექტები არის. მშენებლობის ეტაპზე არიან თუ ესენიც დაპაუზებულები? ძალიან ცოტა თითოეულა. რატო ვერ მიდიან? აი ძირითადი შეგვიძლია რაღაც თითზე ჩამოვთვალოთ, იმედი ერთი ხელია ყოფა. რა არის ის ძირითადი ბარიერები, რატომაც მშენებლობის ეტაპზე ვერ გადადის სექტორი? რაღაცნაირად CFDO დაინერგა, მას შემდეგ სულ გვესმოდა, რომ აი მათ შორის თქვენგანაც ძველ ინტერვიუებს რო გადავხედე და სხვაებიც, რომ ეს დაასრულებს უძრაობის ხანას ენერგეტიკაში, მაგრამ რეალურადაც დაასრულა, იმიტომ რომ იმ პერიოდში 28 ფევრალი იყო მიღების ბოლოა და 400-ზე მეტი განაცხადია შესული სამინისტროში და მაგრამ მე თქვენს რომ ქაღალდის ინვესტორები დაგვიგროვდაო და შეიძლება ვერ გამოურიცხავ რომ არის ქაღალდის ინვესტორიც მათ შორის, თუმცა აუქციონის პირობა იყო, იქ შემავალი დოკუმენტაციის ნუსხაც არსებობდა, რომლის მიხედვითაც ის ქაღალდის იყო ინვესტორი თუ რეალური ინვესტორი, დიახ, ის თუ წარადგენდა მოთხოვნის დოკუმენტაციას, მასთან აუცილებლად უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება. და ეს საზოგადოება, ეს ინვესტორები დღესაც მოლოდინის რეჟიმში არიან. ბევრი მათგანი არის ჩვენი კლიენტი, ესე ვთქვათ და ნამდვილად აქვთ სურვილი რომ განავითარონ და ინვესტიცია ჩადონ. შესაბამისად ეს ტერმინი რო აი დასრულდა უძრაობის ხანა ენერგეტიკაში. დიახ, ერთ-ერთი შემშლელი არის რომ ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს მათთან, მემორანდუმები უნდა გაფორმდეს, რომ ეს მესამე აუქციონის დიახ. ეს ალბათ ამ მილიარდიანი ჯარიმების თემებსაც საერთოდ არ ეხება, მაშინ მათ ჯერ არ დაწყებულა მათი მემორანდუმი. რა ფერხებს ხელშეკრულებების გაფორმებას, რას ეუბნებიან, იმიტომ რომ ერთი პერიოდი მახსოვს ითქვა, ისეთი ტარიფები დაჯდა, იმდენი მოთხოვნა იყო, ყველაფერს თავიდან უნდა გადავხედოთ საერთოდ ამ აუქციონის პირობებსო და ეს ხომ არ არის მიზეზი? აუქციონის პირობების შეიცვლება მაგ შემთხვევაში მაშინ ანულირება უნდა მოხდეს ამ ყველა მიმართვიანობის და ხელახალი ჩაიშოს ან ახალი პირობები გამოიცეს. ამაზე არ ვფლობ ინფორმაციას. და სხვა პროექტებს რა აფერხებს აი მშენებარე ეტაპზე რატო? სხვა პროექტებს ძირითადი პრობლემატიკა ისევ და ისევ რჩება ადგილობრივი მოსახლეობა ზოგადად და მეორე ეტაპი ვფიქრობ რომ აი ამ ჯგუფთან ერთად არის სხვა ესე იგი პროექტების იურიდიული ნაწილი, რომელიც სამინისტრომ უნდა გაუფორმოს ხელშეკრულება. გადასვლა მშენებლობის ეტაპზე, თქვათ, ჯარიმის, თქვათ, აღიარება, ჩამოწერა და ისევ ახალი ვადების განსაზღვრა, ვინაიდან ვერც ერთ
ნებართვას იქნება თუ სხვადასხვა უფლებას ვერ მოიპოვებ თუ აქტიური მშენებლობის მემორანდუმი ან აქტიური მემორანდუმი არ აქვს. დიახ, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა გთხოვს ამ დოკუმენტს და ვინაიდან რაღაც პერიოდი გაჩერდა, ესე ვთქვათ, დარგი, ესეთი მემორანდუმი, რომელმაც ვადა დაირღვა და ახალი განახლება საჭირო, არის ძალიან ბევრი. და ბიუროკრატიული ბარიერები საჭიროებს თვითონ მემორანდუმების განახლება და ან გაფორმება, ან ახალი პირობების გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არის სახელმწიფოს მხარეს, რომ ინვესტორი მზად არის, მაგრამ უნდა ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემატიკა რჩება დღევანდელი მდგომარეობით. კი ბატონო, ძალიან ცოტა დრო გრჩება და ერთგვარად მინდა შევაჯამოთ ჩვენი ინტერვიუ. თქვენ ხშირად იმეორებთ სხვადასხვა ინტერვიუში, მათ შორის ჩვენთან, რომ თუ დიდი ჰესები არ აშენდა, სულ ვიქნებით მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტზე დამოკიდებული და რომ გვჭირდება გენერაციის ახალი ობიექტები. დიდი ჰესების ვთქვათ პოტენციალიც კიდე სულ სამია, ხო? ხუდონ ჰესი, ნამახვან ჰესი, ნენსკრა ჰესი. წლები გადის, კონკრეტული სიახლეები ამ მიმართულებით არ გვაქვს. ან შეიძლება თქვენ გემუშავებიან პოტენციური ინვესტორები და რაღაცა კვლევა ძიება თუ ახალი პროექტის განახლება ძველების მიმდინარეობს. რა დაძრავს ამ ჰესების, ამ დიდი ჰესების მშენებლობას? ჩემი აზრით აუცილებელია მათი განვითარება ქვეყნისთვის. ისინი სტრატეგიული ობიექტები არიან სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით პიკური ასე ვთქვათ მოთხოვნის და დასაკმაყოფილებლად და ენგური, რომელიც 300-400 მილიონ კუბურ წყალს, რომ მათი შენახვა და გადანაწილება ზამთრის პერიოდზე მოხდეს. ჩემი აზრით ძალიან კარგი გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ, რომ თვითონ იქნება ამ ინიციატორი ამ პროექტების და თუ თვითონ განავითარებს და მისი მესაკუთრეც იქნება ძალიან. ხო, ამას ამბობენ 2022 წლიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, რომ პროექტ შეხედავს როგორც სახელმწიფოებრივს და არა კერძო ინვესტორის, რომელიც მოგებაზე არის ორიენტირებული და თანხას ესე ვთქვათ უცხოეთში გაიტანს. და სახელმწიფოს აქვს ასეთი ნდობა, როგორ ფიქრობთ დღეს, ახლა თქვენ ხო გაქვთ კონკრეტულ პროექტებთან, ადგილობრივებთან, ალბათ სხვადასხვა რეგიონში შეხება არის დღეს ხელისუფლება მოწოდების იმ სიმაღლეზე ან აქვს ის ჭარბინდობა ან ეყოფა იმის განბედაობა, რომ ავიდეს სვანეთში და დაელაპარაკონ. დიახ, ვფიქრობ, ყოველთვის ნებისმიერ ხელისუფლებას და ნებისმიერ ესე ვთქვათ, მთავრობას უნდა შეეძლოს და შეძლებს კიდეც, უნდა დაიწყოს და აუცილებლად გააკეთებს. ჩემი აზრი ესეთია. უნდა დაიწყოს, მაგრამ აი რამდენად დაიწყებს, სხვა საკითხია. რა გჭირდება ყველაზე მეტად განვითარებისთვის ენერგეტიკაში? ყველაზე სუსტი წერტილი რა არის და დავასრულოთ ჩვენს. აქტიურ ქმედებაზე გადასვლა. საქმე ლაპარაკის ნაცვლად მეტი. დიახ, რომ ხელი შეუწყოთ, რომ ინვესტორებმა თავიანთი ვალდებულებები შეასრულონ. ხელი შეწყობა და კონტროლი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე ხშირად დასმული კითხვა რა არის ისე ინვესტორების მხრიდან, როდესაც თქვენთან მოდიან რაღაც სერვისებს გიკვეთავენ და ასე შემდეგ და ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩადონ თუ არა ფული ქართულ ენერგეტიკაში. უბრალოდ ახლა ისეთი პერიოდია, რომ ყველა ელოდება ამ იურიდიული ხელშეკრულების გაფორმებას. თორე ზოგადად იყო აი რა არის PPA-ის ტარიფი ან CFD-ის ტარიფი, იმიტომ რომ ყველა რა თქმა უნდა ფინანსური კუთხით უყურებს ყველა ინვესტორი გარკვეულ პროექტს. ამ ეტაპზე მთავარია ის, რომ როდის გავაფორმოთ ხელშეკრულებას და გადავალთ სხვადასხვა ეტაპზე ან მშენებლობის ეტაპზე. ბიუროკრატების მხარეს არის ახლა მთავარი პასუხისმგებლობა და ტემპი, რასაც ინვესტორები ელიან. დიახ. წარმატებები მოვიკითხავთ წლის განმავლობაშიც, იმედია ეს ტემპი აჩქარდება და მეტ საქმეს დავინახავთ ენერგეტიკაში, მეტი ინვესტიცია Gross Energy ჯგუფს. წერტილი დღეს ამით დასრულებულია, ჩვენს კითხვებს პასუხობდა კომპანია Gross Energy ჯგუფის ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყეფუჩავა. მე ხვალამდე გემშვიდობებით.